მოგესალმებით. Თქვენს წინაშეა გადაცემა IT ზონა. ეს არის სამუშაო ჯგუფი, რომლისთვისაც ყველაზე მთავარი ენთუზიაზმია. ასე ახასიათებენ თავად ორგანიზატორები თბილისი G2-ს, Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში პირველად 2012 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. გარდა იმისა, რომ ჯგუფმა მას შემდეგ არც თუ ისე მოკლე დროში გარკვეული ცვლილებები განიცადა, დაემატა ქვეჯგუფები და სამუშაო მიმართულებები შეიცვალა სახელით. თუმცა ეს მხოლოდ თბილისი G2-ის ინიციატივა არ იყო. გაზაფხულზე G2-ის სახელწოდება გლობალურ დონეზე შეიცვალა და გახდა GDG, Google-ის დეველოპერთა ჯგუფი. ჯგუფის მენეჯერების აზრით, პირველ რიგში ამ ნაბიჯით სამუშაო ჯგუფი უფრო დაუახლოვდა თავად კომპანია Google-ს. იგი გახდა განვითარებაზე ორიენტირებული, სადაც აქცენტი კეთდება არა მხოლოდ მომხმარებლის შეკრებასა და ამა თუ იმ პროდუქტის განხილვაზე, არამედ თავად პროდუქტის შექმნასა და პრაქტიკული ღონისძიებების გამართვაზე. ასე რომ 2012 წლის იანვრიდან Google-ის დეველოპერთა გუნდი შეუერთდა 94 ქვეყნის 400-მდე ჯგუფს და აქტიურად დაიწყო იმ თემების და პრობლემების განხილვა, რაც საქართველოს Google-თან დაკავშირებით აქვს. იანვრიდან დღემდე GDG თბილისმა უამრავი სალექციო ხასიათის შეხვედრა და ღონისძიება ჩაატარა. მათ აქტიურობას უკვალოდ არ ჩაუვლია და საკმაოდ მცირე დროში GDG თბილისი 400 გუნდის ხუთეულში მოხვდა. რომ აპრილში ლონდონში მოეწყო Google-ის კონფერენცია, ანუ Community Summit-ი, სადაც საქართველოსთან ერთად, ანუ კავკასიიდან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იყო, მე ვხვდა წილად რომ წავსულიყავი საქართველოს სახელით და ძალიან კარგი ასე ვთქვათ, საბეჭდილებები ქონდა დარჩენილი ჩვენზე და უხაროდათ რომ კავკასიაში გააქტიურდა მათი ჯგუფი. ივნისში GDG თბილისი პირველად ჩაერთო Google-ის დეველოპერების დიდ მარათონში და Google I/O კონფერენციის პირდაპირ ტრანსლაცია გამართა. ეს არის ყოველწლიური და ყველაზე მასშტაბური კონფერენცია, სადაც Google-ის უახლესი ტენდენციების განხილვა ხდება. GDG თბილისის მიერ გამართულ ღონისძიებაზე 100-ზე მეტი გულშემატკივარი და Google-ის ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანი ერთობლივად ადევნებდა თვალყურს პირდაპირ ჩვენება სან-ფრანცისკოდან. ამავე ღონისძიებაზე Google-ის ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა გააკეთეს Android აპლიკაციების გამოფენა და დეველოპერების კონკურსის პრეზენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ჩატარდა და კარგად ჩაიარა, ასე თუ ისე მაინც იყო რაღაც ხარვეზები, რომლებიც იმედი მაქვს, რომ შემდეგში გამოსწორდება და უფრო ასე ვთქვათ, მრავალმხრივი ღონისძიებაც იქნება, შეიძლება დაემატოს ჰაკატონიც, ანუ შეჯიბრიც, მარათონი, ასე ვთქვათ, ჰაკერული მარათონიც. Google I/O კონფერენციიდან დაახლოებით ერთ თვეში, ივლისში GDG თბილისის ინიციატივით ჩამოყალიბდა Android-ზე დეველოპმენტის ჯგუფი, რომელიც Android-ზე პროგრამირებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს. თავდაპირველად Android დეველოპერების ჯგუფში გაწევრიანების სურვილი 40-მდე ადამიანმა გამოთქვა. ამიტომ შეიქმნა ქვეჯგუფები. ეს ადამიანები დაიყვნენ ცალ-ცალკე ჯგუფებად თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. შეიქმნა ასევე ცალკე ჯგუფი დამწყებთათვის, რომელთაც სჭირდება საბაზისო ცოდნის ათვისება. Android-ის დეველოპერების ჯგუფი ცდილობს, რომ დააკავშიროს ერთმანეთთან სხვადასხვა დეველოპერები, სხვადასხვა კომპანიიდან, სხვადასხვა შეიძლება სფეროდანაც და ვისაც აინტერესებს Android-ზე დეველოპმენტი, ყველამ რომ შეძლოს ერთმანეთს გაუცვალოს ის ინფორმაცია, რაც აქვთ მათ Android-ის შესახებ და შეძლონ განვითარება. რატომ გადაწყდა Android-ზე დეველოპმენტის ჯგუფის ცალკე ქვეჯგუფად ჩამოყალიბება, ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. Android-ის მსოფლიო ბაზრის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, კითხვაზე პასუხსაც მარტივად მივიღებთ. სტატისტიკის თანახმად მსოფლიო მასშტაბით გააქტიურებულია 500 მილიონზე მეტი Android-ის ტელეფონი. ყოველდღიურად იყიდება 1.3 მილიონი Android smartphone-ი. Android აპლიკაციების მარკეტზე დაახლოებით 700,000 აპლიკაცია არის განთავსებული, ხოლო Android-ის აპლიკაციების მარკეტიდან აპლიკაციების გადმოწერების საერთო რაოდენობა 25 მილიარდს შეადგენს. ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ჯგუფის არსებობა ხელს შეუწყობს Android პლატფორმის პოპულარიზაციას. სამწუხაროდ, საქართველოს ჯერ კიდევ იმ რამდენიმე ქვეყნის სიაშია, რომელთა დეველოპერებსაც ფასიან Android აპლიკაციების ბაზარზე დაშვება არ აქვთ. სამომავლოდ Android-ზე დეველოპმენტის ჯგუფი ბევრი საინტერესო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც მათ აუცილებლად დასჭირდებათ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორის მხარდაჭერაც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოკლე დროში ჩვენ შევძლებთ, რომ აღმოჩენილიყავით 400 ჯგუფის 10-ულში და 5-ულშიც კი, ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი იმის, რომ დავეწიოთ ძალიან წარმატებულ ევროპის ქვეყნებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ ჯგუფის საქმიანობაში, როგორც დამსწრე, ასევე ლექტორი, როგორც ინიციატორი, როგორც ორგანიზატორი. GDG თბილისისთვის საფხულის საკმაოდ ნაყოფიერი და აქტიური მუშაობის პერიოდი აღმოჩნდა. მან პირველად უმასპინძლა Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფის პროდუქციის მენეჯერს დივონ ლანს,
რომელიც მოგვიანებით ნოემბერში კვლავ ეწვია საქართველოს. ბატონი დივანი ორჯერ იმყოფებოდა უკვე საქართველოში და ამ ვიზიტების განმავლობაში იგი შეხვდა არა მხოლოდ Google-ის დეველოპერების ჯგუფს და განიხილა მასთან ლოკალიზაციის ჯგუფის ჩამოყალიბება, არამედ იგი შეხვდა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ რაღაც სათანამშრომლო პუნქტები გამოკვეთილიყო საქართველოს და Google-ს შორის. ანუ ეს არის ძალიან დადებითი შემთხვევა, რომ ორჯერ ჩამოვიდა უკვე ესეთი მოკლე პერიოდის განმავლობაში და ვიმედოვნებთ, რომ დაახლოვდება ურთიერთობები საქართველოს და Google-ს შორის. Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფის პროდუქციის მენეჯერი დივონ ლანი ასევე შეხვდა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს დიმიტრი კუმსიშვილს, რომელთანაც განხილული იქნა საკითხი, როგორ შეიძლება საქართველოში ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა. უფრო კონკრეტულად კი Android პროგრამირების მხარდაჭერა. ასევე საკითხები ეხებოდა Google-ის საგანმანათლებლო პროგრამების უფრო მეტად ხელმისაწვდომობას ქართველი ლექტორებისთვის და სტუდენტებისთვის. ასევე განხილული იყო სხვადასხვა პროგრამა, რომელსაც Google თავაზობს სხვადასხვა ქვეყანას. მაგალითად ეს არის რაღაც კულტურული პროგრამა, სადაც უძველესი ხელნაწერების გაციფროვებას ახდენენ. GDG თბილისს უყურადღებოდ არც მეზობელი ქვეყნების კოლეგები რჩება. ისინი საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სომხეთის და აზერბაიჯანის დეველოპერებთან თანამშრომლობას. სულ ახლა შეხვედრა ჰქონდა GDG სომხეთის GDG-სთან. შეხვედრაზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა როგორც ქართული მხრიდან, ისე სომხური მხრიდან. ორივე მხარე გაეცნო GDG გაერთიანებების პროექტებს, იმას თუ რა პროექტები ჩაუტარებიათ ერთად და დასაღეს საერთო მიზნები, მათი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, თუ რა შეიძლება გახორციელდეს, რა პროექტები შეიძლება გახორციელდეს ერთობლივი მუშაობით. იყო მენეჯერი ამ ჯგუფში არაფერს ნიშნავს. ამბობენ GDG თბილისის ორგანიზატორები. ჯგუფის ყველა წევრი თანასწორია და თითოეული მათგანი მენეჯერია. მათი იმედი აქვთ, რომ ძალიან მალე ერთობლივი ძალებით შესწლებენ გახდნენ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ჯგუფებს შორის. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ GDG თბილისზე, რომელიც 2012 წლის იანვარში დაარსდა. ჯგუფს საკმაოდ კარგად აქვს ჩამოყალიბებული სამომავლო გეგმები და პერსპექტივები. ჩვენც მეტი რაღაც აგვჩენია, ვუსურვოთ მათ წარმატებები. მე კი ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.